შენარჩუნებისათვის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 54 საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი ქართული ხელნაწერი დასრულდა. სიმპოზიუმის ფარგლებში ქართული და უცხოენოვანი მემკვიდრეობით დაინტერესებული მეცნიერებისა და მკვლევარების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. მასში 100-მდე ქართველმა და 30-მდე უცხოელმა მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა. სიმპოზიუმი ანსამბლ დიდგორის ლაზარესა და უნივერსიტეტის გოგონათა გუნდის გამოსვლით დაიხურა. ფაქტობრივად სიმპოზიუმზე არის წარმოდგენილი ყველა ის სამეცნიერო მიმართულება, რომელიც ჩვენს ცენტრში ვითარდება და რომელიც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომელიც უკავშირდება წიგნობრობას, ზოგადად ხელნაწერ მემკვიდრეობას, საერთო წერილობით მემკვიდრეობას. ასეთ სიმპოზიუმი არის არაჩვეულებრივი საშუალება საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისათვის. ძალიან მოხალური ვარ, რომ ერჯერ კიდევ აკავარ, ერჯერ კიდევ იყო სიმპოზიუმი ამ თემატიკით ქართული ხელნაწერი, იმიტომ რომ საქართველოსთვის გული და ძირებია და ძალიან მოხალური ვარ, როდესაც საზღვარგარეთიდან მოდიან და შეიძლება გაიგონ, როგორი მაღალი დონის საკულტურა გაქვთ.